შეთანხმება წიაღისეულზე უკრაინასა და ვაშაძე რო შეჰნატრის ეგ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებიდან მეორე დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თანამშრომლებმა გააკეთა განცხადება, რომ სავარაუდოდ ამერიკა გადის მოლაპარაკებებიდან, ინფორმით მონაწილეობიდან, მოლაპარაკებებში როგორც მონაწილეობდა, ის ამერიკელები აღარ ივლიან ასე რაღაცა სოფლის სხვადასხვა კუთხეებში შეთანხმების მიღწევის მცდელობებით, თუ უნდათ დაждდნენ და რაღაც პირდაპირ დიალოგზე გადავიდნენ, ეხლა ეგ ეტაპია და თუ მზად არიან გადავიდნენ, თუ არა და ასე რაღაცა სოფლის სხვადასხვა კუთხეებში პუნქტობრივად რაღაც დეტალების გასარკვევა ჩვენ ვეღარ ვიგებთ. ანუ სინამდვილეში ეგ არის დემონსტრაცია იმისა, რომ ფაქტიურად გავდივარ მოლაპარაკებებიდან, იმიტომ მაგის გარეშე პუნქტებზე ვთანხმდები, თუ არა მოდი აგერ და წინარე გავლილი არ არის დეტალები და დაჯექი აგერ თუ გინდა მაგიდასთან აქეს დაждდეს და ჩამოვართვით ხელი, ეხო გასაგებია რომ ეგრე შერიგება, შეთანხმება ვერ შედგება. ანუ მან თქვა რომ მე ისეთ ძალისხმევას აღარ გავატარებ მშვიდობის დასამყარებლად, როგორც ძალისხმევასაც ვწევდი. ანუ ეგ ნიშნავს, რომ პრინციპში უკრაინამ თავისი ქვეყნის ნახევარი გამიფორმა, თქვენ თვითონ ხედავთ. კი, აი, ზუსტად ეგ მოხდა და სხვათა შორის აი იმდენად ეგ მოხდა, რომ აი მაგალითად ქართველი პროდასავლელები იგივე ვაშაძის მაგალითი რაც ვაჩვენეთ, ხო? მაგ ამერიკის აი მაგ მიდგომას პირიქით აი რა კარგი შეთანხმება დაიდო, რა კარგა ეს ნეტა ჩვენც ეგეთ მდგომარეობაში ვიყო. ნახე, შეიძლება მე კითხვა დაგისვა, აი მე რაღაცები ვერ გავიგე, ეგება შენ გაიგე. ბიჭო, სიმართლე არ მაინტერესებს ახლა, აი სიმართლეს არ ვკითხულობ. მე რას ვკითხულობ, იცი? მე ეგ ვერ გავარკვე, შენ მითხარი. და პროდასავლელის ტვინში როგორ არის ეგ ამიხსენი? აი ხელშეკრულება დადო ამერიკამ და უკრაინამ. რომ უკრაინის მიწაში რამე თუ მოინახა აწი ამერიკისა ნახევარი. და უსაფრთხოების გარანტიები არაფერი არ მიესა უკრაინას. შვიდობაზე ხელი არ მოეწერა, ამერიკამ თქვა რომ აწ მე ცოტა გავიწევი გვერდზე. აი მანდ რა პოზიტივი რა ნახეს, მათი ვერსიით პოზიტივი რა არის შეგიძლია მითხრა? გეტყვი რა შეიძლება. სიმართლე არ მინდა, მათი ვერსიით პოზიტივი რა არის, იცი? ისინი თავს უკრაინასთან კი არა იგივებენ. ისინი თავს აიგივებენ ამერიკასთან. და აი უკრაინას რო დაუდეს კაბალურ პირობებს რომ მოაწევინეს ხელი, ამერიკამ ხო იხეირა მაგ დროს და უკრაინა ხო კაბალურ პირობებში აღმოჩნდა და ეს ხო ამერიკაც თulis თავს, ეს უკრაინათ არ თulis თავს, ეს ამან თავი ამერიკელი გონია. ანუ ტრამპმა რო ფული იშოვა, ეგ უხარია. ტრამპმა რო ფული იშოვა, ამან ჩათვალა რომ აი მოვიგეთ. აი ეს როგორ უყურეს, იცი პირდაპირ აი ამერიკიდან ლაპარაკ. მაგრამ აი მოდი ავხსნათ მართლა რას იძახიან? რაღაცას ხო იძახიან არა? რაღაცა არგუმენტები ხო მოყავთ? ხო, მართლა იძახიან კაც. რას? ისინი იძახიან რომ ეხლა ამერიკისა რო გახდა უკრაინის წევრი, ამერიკას მეტი мотиваცია ექნება დაიცვას უკრაინის ის ტერიტორია, რომელიც ეხლა მისია. იგი, ამიტომ უკრაინა მანდედან გამომდინარე უფრო мотивირებული ამერიკის ხელში იქნება. ჩაგეკითხები. ანუ ისინი ამბობენ, რომ უკრაინელები თავისუფლების, დემოკრატიის, სასტიკი მორდორის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რო ომობდნენ. ეგ არ იყო საკმარისი мотиваცია და აი ალუმინის გამო იომებს ამერიკა? აი მაგასაც მოდი შევყვეთ რეალურად რას უყვებიან ისინი ერთმანეთს, ხო? მართლა ყვებიან რაღაცებს. ანუ მე უბრალოდ კითხებს ვარ. აი ნახე, ეგ მართლაც საკითხი დგას ესე, რომ ამერიკის ნახევარი, ტრამპისტული ნახევარი უკმაყოფილო იყო სადღაც შორს ვიღაც უკრაინელებს რატო ეხმარებით? ფეხებზე კიდია იქ რა დემოკრატია იქნება, ჩვენ გვაინტერესებს ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ამერიკის ფული, ამერიკის გავლენა, შემოსავალი
სულ უყოფილან უკრაინელი. პირდაპირ ამბობდნენ ამას, ეს რაღაცა საეჭვო ხო არ არის, ეს რაღაც წესით გასაგები უნდა ყოფილიყო, ამას უხსნიდი ძალიან დიდი ხანი ხალხს, ხო? ეს ხალხი მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტი მოიყვანეს. ამიტომ ამ ხალხის მოტივების დაკმაყოფილების გარეშე ამერიკა, ფაქტია რომ აღარ იქნება. წესით გარკვეული უნდა იყოს, მაგასთან ერთად რომ ამერიკამ დემონსტრაციულად ფეხებზე დაიკიდა იქ დემოკრატია და რაღაც ადამიანის უფლებები, მაგრამ ვიღაცა შეიძლება ილუზიაში შეიძლება არჩევ, მაგრამ ეგ ბევრად გარკვეული გახდა ვიდრე აქამდე იყო. ეხლა რა უხარიათ ამ პირობებში პროამერიკელები? პროამერიკელები აღიარებენ რომ ვითარება, დებილების არ გულისხმობ, რომლებიც უმრავლესობა არიან მათში, მაგრამ რაღაც ნაწილი რომელსაც მეტნაკლებად არგუმენტებით ოპერირება შეუძლია, აღიარებენ რომ ვითარება გაუარესდა იმასთან შედარებით, რა მოცემულობა სოფლიოში იყო. ამერიკანიზმის იმედთან დაკავშირებით აქამდე გაუარესდა, მაგრამ არის რაც არის. უფრო უარეს ვითარებაში რა გამოსავლები არსებობს? გამოსავლები, რომლებიც არსებობს, იქ არის ეს სავალალო ვერსია, რომ უკრაინა თუ გახდება ამერიკის პირდაპირი ვასალი, მონა საკუთრება. პირდაპირ საკუთრება რო გავხდეთ, მაშინ შეიძლება ამერიკამ რაღაცა იმ რაოდენობის იარაღი გვაძლიოს, რომ შეიძლება თავი დავიცვათ. უფრო დიდხანს ვიობა. გეგმა, აი, რო აღწეროთ, მასე გამოიყურება. მაგას ამბობდა არესტოვიჩის პირდაპირ მაგას ლაპარაკობს. მედასავლეთები ვინც კი რამე ანალიზს ამბობენ, ამერიკას მივყიდოთ ყველაფერი, გავხდეთ მათი პირდაპირ ვასალები და მათი ეხლა აქ ალუმინი იქნება თუ რაღაცა სხვა. ან მივხვდი, ანუ მაგის ეგ მახოთ რაღაცა დრონებს მოგცემენ. აი, გახსოვს შენ, მე მგონი ჯერ კიდე ერთიანი რო იყო გირჩი. ძველი კაი დრო რო იყო, ერთი რო იყო გირჩი და ორი სანამ არ გახდებოდა. გახსოვს ეგენი რო ამბობდნენ, აი მაგარი გეგმა რო ქონდათ, რომ საოკუპაციო ხასთან, აი ჯასტინ ბიბერს და ეგეთებსო დაურიგოთ მიწაო და მოტივაცია ექნება ამერიკას, რომ ნიკოლსში ბრუს უილის ხო, ეგ ხო იყო მართლა ეგეთი გეგმა გირჩიზე. ანუ მაგის განხორციელება დაიწყო უკრაინამ რეალობაში და დიდ ფასთან. ეგ ხდება. არა, ოღონდ უყურე მართლად კორექტული არ არის, ანუ ბრუს უილისებმა იყიდეს წიაღისეული. კი არ იყიდეს, წდომა მოიპოვეს წიაღისეულს. არა, ეგ მესმის, ახლა მე ვიცი რომ დეტალები მნიშვნელოვანია, აი კონცეპტუალურად ეგ არის, ხო? სადღაც პოკროვსკის სახლი კი არ უყიდიათ, ანუ $1 ტრილიონზე წდომა შეიძინეს. ხო. ნუ პრინციპი ეგ არის. ხო, ჯასტინ ბიბერს მივყიდოთ ნიკოლსში სახლი და ამერიკა დაიცავს მე ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, ეგ მოხდა პროსტა იქ ლითიუმი. უბრალოდ რა მოხდა, იცი? სინამდვილეში და რა მოხდება. ეხლა უყურეთ რა შეასაქმე. სინამდვილეში აი არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ განმეორდები, იმიტომ რომ ამის კიდევ ერთი ხატოვანი მაგალითია, აი საყოფაცხოვრებო სიტუაციებში, სხვადასხვა სიტუაციებში რაც ხდება ხოლმე და რა ლოგიკით მიმდინარეობს ეგ პროცესები, რაღაცა თვალსაზრისით ქვეყნებს შორის იგივე ლოგიკაც არის. უბრალოდ სხვა მასშტაბით, სხვა გარკვეული კანონზომიერებებით, მაგრამ აი ადამიანებს შორის რაღაცა ლოგიკა რო არსებობს, ეგ ლოგიკა შეიძლება ჩვენ გადავიტანოთ მათ შორის სახელმწიფო დონეზე, იმიტომ რომ ადამიანები იგივე ადამიანები აკეთებენ მაგას, ანუ სახელმწიფო თავისთავად ხო არ არსებობს, ადამიანების ხელით იმართება სახელმწიფო. და საყოფაცხოვრებო მაგალითი, აი სიუჟეტი რომ მოვიყვანო, ყველაზე ხატოვანი. აი 90-იანებში და 2000-იანებში, ეხლა არ ვიცი რამდენად საქართველოში ყოველ შემთხვევაში ხშირად ხდება, მაგრამ ეგეთი შემთხვევები ხო იყო, როდესაც აი ვიღაცა ბიზნესმენი ან ვიღაცა ადამიანი რაღაცა პრობლემაში აღმოჩენილა რა. ან თანხასთან დაკავშირებით, ან წილთან დაკავშირებით ვიღაცა სხვა ადამიანი. და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მისულა ვიღაც ავტორიტეტთან. აი მაგალითად ვერ ვიყოფთ $1 მილიონ რა და შენ დაგვეხმარე, აბა შენ რაც გვირჩევდა. ეგეთი შემთხვევები ყოფილა, რომ მოდი ახლა შენ ეს $1 მილიონ ჩემთან დატოვე, ან 500,000 ჩემთან დატოვე. და დანარჩენი 500,000 აი შენი იყოს. ეგეთ შემთხვევები ყოფილა ძალიან ბევრი, რომ აი იმ ადამიანთან მისულ ხარ,
ვინც პირიქით, ანუ შენ შემოხედა, აი ეს ნახე, აქეთ მოვიდა საწველი ძროხა ჩემთან. აი, ეგეთი მიდგომით, რომ ხო გაგვიგია ხა ეგეთი. ანუ სამართლიანობის მძებნა კი არ მოხდა, პლუს ერთი მხარე გაიჩნდა, კიდე ვინც ეს მოწველა. კი, კიდე ერთი მხარე აღმოჩნდა. სინამდვილეში იმასთან რო გარიგებულიყო, აი რაღაც $100,000 მისცემდა და $900,000 დარჩებოდა ამას და სხვა რო შეაწუხა მინიმუმ ნახევარი მისცა, ან შემთხვევები ყოფილა, რომ თლიანად აიღო იმან. შენ საერთოდ არ გეკუთვნის ეს $1,000,000. ხო და დაახლოებით ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ახლა უკრაინა. ანუ რეალურად ამერიკა არაფერში იმაზე მეცში არ დაეხმარება, რასაც ეხმარებოდა. იმაზე ნაკლებს დაეხმარება და პლუს 40% ყველაფერში აწი 50% უკრაინული წიაღისეულის წაიღებს თვითონ. აი გამოხდა. კი, ოღონ აი მოდი ასე ვთქვათ რა, ძალიან გაუარესდა უკრაინის მდგომარეობა ამერიკასთან ურთიერთობაში ამ ომში, ამ ომის კონტექსტში, მაგრამ ნუ ამას ვიძახდით, რომ ეს მდგომარეობა გაუარესდება, ფეხებზე დაკიდების პოლიტიკა წავა ტრამპის მოსვლის შემთხვევაში და სინამდვილეში აი ფეხებზე დაკიდების რაღაცა მძიმე არჩევანებს შორის ეხლა ამოვიდა როგორ ძალიან კაბალურ მდგომარეობაში ჩაარეს სხვა გამოსავალი აღარ ქონა. ეგეც ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ უკრაინას სხვა გამოსავალი რა აქვს ამ მოცემულ. არაფერი. ერთადერთი აქვს მაშინ პირდაპირ უნდა დაურეკოს ზელენსკიმ პუტინს და ეგეც ცოტა სარისკოა პუტინი რამდენად წაყვება მაგ ტრეკს და პირდაპირ უთხრა ზელენსკიმ, რომ აი მოდი ეს ამერიკელები და ეს ბრიტანელები არ გჭირდება. მოდი აბა ერთმანეთში უშუალოდ მაგას ვეღარ გააკეთე. ეგ უკვე მე მგონი დაგვიანებული. ანუ მოცემულობა იყო შემდეგ, ამერიკა მეგრე დაუყენა საკითხი, გინდა მაძლევ მთელი შენი წიაღისეული, მთელი შენი ბუნებრივი ქონების ნახევარს. არ გინდა და ყველაფერს იარაღსაც აღარ მოგაწვი. არც დაზვერვის ინფორმაციას იარაღს აღარ მოგაწვი და რამდენიმე თვე გაძლებ. ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. რაც უხარია მედასავლეთე ფლანგს არის შემდეგი მედასავლეთე ფლანგს კაცო ფეხებზე კიდია უკრაინის ნახევარი. ეხლა ამერიკას ეკუთვნის თუ არა ვასალია თუ მონაა თუ რა არის. ეგ ფეხებზე კიდია კაცო. მაგათ აინტერესებს უკრაინა როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გაძლებს კიდე რაღაც პერიოდი თუ არ გაძლებს. ეხლა თუ ვერ თანხმდებიან აი მოლაპარაკება არ შედგება რისი დიდი ალბათობაც არსებობს რადგან ტრამპმა გამოაცხადა კარგით მეგობრებო მე წიაღისეული რადგან მეტი უკრაინელი მოკვდება მეტ ტერიტორიას დაკარგავს უკრაინა მაგრამ ომი გაგრძელდება და ეს აქ უხარიათ ხო ეგ უხარიათ იმიტომ რომ იმ პირობებში როცა ხა წიაღისეული ამერიკის არის მანდ ეხლა იმ ოდენობის დახმარების მიწოდების გაპრავება ამერიკელი ამორჩევლისთვის რაც დაჭირდება ეხლა კიდე რუსეთის გარკვეული პერიოდის შესაკავებლად, ნუ ეგ საკმარისი ახლა უზარმაზარი წიაღისეულია უკრაინაში, ხო? ეს წიაღისეული ახლა ამერიკის თუ ეგ არგუმენტია იმ პირობებში, როცა ნუ დგას ახლა უკრაინა, კი, უკან, მაგრამ არგუმენტი უყურე როგორი არგუმენტია, იცი? ტრამპი ამ არგუმენტს გამოიყენებს, რომ ისინი ჩვენგან ყიდულობენ ხალხო, ამერიკა მან მარტო ბიზნესს აკეთებს. ანუ ამერიკა ანუ nothing personal just business. არა, კაცო, ჩვენ ომში კი არ მონაწილეობთ, პუტინს შემოევლოს შემი თავი. ჩვენ შეიძლება არქტიკაში საერთოდ ვითანამშრომლოთ. ტრამპი ამბობს შემდეგს, კაცო. ჩვენ მივეცით უკრაინელებს $200 მილიარდი. ამ დახმარების შედეგად უკრაინა გადარჩა და ნუ არის ახლა ამ მოსაზრებაში გარკვეული სიმართლის მარცვალი. ხო, ახლა ამერიკის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩებოდა. ნუ არც ომს არ დაიწყებდა, მაგრამ ეგეც ხალხის ეგ მაგაზე შეიძლება ვიღაცამ კონტრარგუმენტი გითხრას, რუსეთი აქეთ დაესხა და რუსეთი აქეთ დაესხა. ომი არ გამო. ნუ მე ვამბობ, რაც შემოდავა. მაგრამ რო დაესხა სხვა პირობებში თავაზობდა იმასთან შედარებით. ეს ღრმა გეოპოლიტიკური საკითხია. მე ვამბობ, საგანი რომელსაც ვერავინ ვერ შემოგედავება. ანუ უკრაინა ამერიკელების გარეშე ვერ გადარჩებოდა. ეს ფაქტია. უკრაინა გადარჩა, იმიტომ რომ ამერიკელები აწვდიდნენ უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას, შეიარაღებას, ტექნიკას, სადაზვერვო ინფორმაციას. ამერიკელი სპეციალისტები იჯდნენ იზიან დღემდე გენერალურ შტაბში
იმ პეტრიოტებში და იმ ჰაიმარსებშიც, ანუ ამერიკელები მონაწილეობენ დიდწილად კაცობრიობა. ამერიკელების გარეშე რას იზავდა უკრაინა? უკრაინას არ აქვს მაგდენი ტექნოლოგიური საშუალება. უკრაინას აქვს მამაცი მეომარი, მეტი არაფერი და დიდი ტერიტორია. და მთავრობა, რომელიც ამ მამაც უკრაინელებს ქუჩაში იჭერს და მიყავს ფრონტზე. ხო და მე რას ვამბობ? ეხლა ტრამპი ამბობს შემდეგს, კაცო. ეს 200 მილიარდი, რომელიც მე ჩვენმა სახელმწიფომ იქ ჩადო და ეგ ბაიდენმა ჩადო, მე კი არ ჩავდე. მაგასაც ხაზგასმით ამბობს ყველა განცხადებაში, რომ ბაიდენმა შეგვატრია ამ ომში თქვენი გადასახადების თანხები ჩადეს უკრაინაში, მე მაგ გადასახადებს ამოვიღებ, მე რა კარგი ამერიკელი ვარ, ხო ხედავთ? და ეს მე მათ შორის ჰუმანისტი ადამიანიც ვარ და მათ შორის სოფლიო მშვიდობაც მაწუხებს და ამიტომაც მინდა რომ რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდეს, თუმცა მე მხარე არა ვარ. მე მარტივად შემიძლია თუ ესენი ერთმანეთთან არ მოილაპარაკებენ, მე აქედან გავალ. ანუ ტრამპი რას აკეთებს? ტრამპი ცდილობს რომ მიბმული არ იყოს მორალური თვალსაზრისით, მისი პასუხისგებლობა არ იყოს უკრაინის მარცხი. მაგრამ თუ ომი გრძელდება, კი ბატონო, მაშინ მოაწერე აგერ ხელი, ჩემგან იყიდე შეიარაღება და დანარჩენი შენიცი კაცო, თუ წააგებ, თუ გადარჩები. მე არანაირ გარანტიას არ ვიღებ. ანუ მაგ ხელშეკრულებაში არანაირი გარანტია არ არის. მარტო არის ვალდებულება დაედო უკრაინას, რომ ის 200 მილიარდი მაგ წიაღისეულით უნდა გაისტუმროს და პლუს მომავალში თუ იყიდის იარაღს ამერიკელებისგან, სხვა პირობებზე ამერიკა არ თანხდება. მაგ შეთანხმების შედეგად მიყიდის შემდეგ ამერიკა უკრაინას იარაღს. თან საინტერესოა ამერიკამ საკითხი ისე დააყენა, რომ ევროპამ მათ შორის საკუთარი უსაფრთხოებაც თვითონ უნდა უზრუნველყოს მეტად და უკრაინაშიც მეტად უნდა იყოს ჩართული და ნუ ევროპა რამდენად ეხლა მოახერხებს იქ რაღაცა ახალი რეიხი აშენს, მაგის ილუზია არავის არ აქვს, ცხადია, მაგრამ ის რომ ევროპამ გარკვეულწილად შეიძლება ხარჯები გაზარდოს და ისევ ამერიკისგან იყიდოს იარაღი, ნუ ტრამპს შეიძლება შეფუთოს ეს მოცემულობა ისე რომ მე რა გინდათ ომი ვერ დავასრულე შეიძლება, მაგრამ რაღაცა სარფიანი გარიგება გამოუტყუე მოწინააღმდეგეს პარტნიორებს. აგერ წიაღისეული მომართ ევროპა ჩემგან ყიდულობს იარაღს, აქაური სამხედრო საწარმოო კომპლექსი ძლიერდება, ფინანსები აქ შემოდის. პრობლემა რაშია თუ უნდა და არ იგდებიან იომო რამდენი ხანი თუმცა მოდი დაუჭამიათ ერთმანეთს ეგრე დააყენებს. ისიც ვთქვათ რომ ეს არ გამორიცხავს რომ შეიძლება შეთანხმდეს. არა, არ გამორიცხავს. საბოლოო ჯამში მე ვამბობ უკრაინელები და რუსები რაღაც პირობებს. კი, არ გამორიცხავს. თუმცა აი ეხლა ის განცხადება. ეხლა რა სიტუაციაც არის, მე სიმართლე გითხრა, ადრეც ცოტა იჭვის თვალით უყურებდი მაგ პროცესს და სულ აი როდესაც განვიხილავთ, სულ ვაკონკრეტებდი, რომ აი მაინც რამდენად მოხერხდება საბოლოო შეთანხმება, მე ცოტა იჭვით უყურებ და გეტყვი რატო უყურებ ეჭვით რა, ანუ რუსები რა წითელ ხაზსაც ავლებენ, ანუ რასაც ითხოვენ პროგრამა მინიმუმად ეგ ისეთი რაღაცაა, რაზეც ზელენსკის ეხლა დათანხმება, როგორც ჩანს, შეუძლებელი არის. ზელენსკი რასაც ითხოვს პროგრამა მინიმუმად, რუსების მაგაზე დათანხმებაც, როგორც ჩანს, ფაქტიურად შეუძლებელია და ანუ ტრამპი ეხლა რასაც აკეთებს, ეგ მარტო ის კი არ არის, რომ აი ფული დავითრიე და თქვენ დედაცვათი. როგორც ჩანს, ობიექტურადაც ძალიან რთული არის მან შვიდობის პირობების შეთანხმება მხარეებს შორის. ოღონდ ტრამპმა ისე დააყენა საკითხი, რომ თვითონ თავი გამოიცხადა, რომ არაფერ შუაში არ არის და აღარც აქვს დიდი პრობლემა მშვიდობა რომც არის. ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში. და მე მგონი ეგ არის ყველაზე მთავარი. ამერიკამ სინამდვილე რა არის? სინამდვილეში ამერიკამ წააქეზა ომისკენ, ხო? და ომი ბოლოს ისე დააყენა ამერიკანები, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ ხალხო, თქვენ თუ გინდათ იომეთ. აი საყოფაცხოვრებო დონეზე რო თარგმნოთ, აი შენ და შოთა ხო ხარ ძმები. და მე და შოთას რომ მოგვივიდეს კონფლიქტი რა.
აი როგორც ხა დავუშვათ რუსეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა და აი შოთას და ჩემ შორის რო საყოფა ცხოვრება დონეზე დაპირისპირება იყოს და შენ ხო ძმა ხარ ხა შოთას ისევე როგორც აი უკრაინელები და რუსები სლავები არიან, ენა გავს, ერთი საერთო ისტორია კულტურა, ძმები არიან. ხო და აი მე რომ მოვახერ ხო რომ შენთან რაღაც ვილაპარაკო და რაღაც საერთო ბიზნესი გავაკეთოთ მე შენ რო ჩემკენ გადმოხვალ რაღაცა და აი შენ და შენ ძმას შორის რომ მოხდეს ჩხუბი, იმიტომ რომ შენ ჩემთან ძმაკაცობა გინდა. კი. და წააყარეთ რა შენ და შენმა ძმამ და მე აქედა რაღაცა აი რაღაცა ქვა მოგაშვილე, შვიდობის მტრედი. ხო და მე მოვედი და აი ბიჭო რავი ახლა ძალიან და შენ მეუბნები რომ ბიჭო შოთა მიგებს უკვე რა. მიგებს უკვე რა შეიძლება მომკლას რაღაცა მოიხმარ და ბიჭო არ ვიცი მაგრამ აი ბინა რო გაქვს შენ მაგ ბინის ნახევარი გადამიფორმე მე რო ეგრე გითხრა რა და რაღაცა ქვას და ბიტას კიდე შეიძლება მოგაწოდო ხოლმე რა მაგრამ მე არაფერს უაშია რა ვარ მაგ კონფლიქტთან ეგ მოხდა რა ეგ მოხდა და ეგ მოახერხა ამერიკამ ეფექტურად აი უნდა ითქვას რომ ამერიკამ უკვე ეგ მოხერხებული აქვს ამერიკას რომ თვითონ გამოცხადებული აქვს რომ არაფერ შუაში არ არის